დღეს განსაკუთრებულად გემრიელი ბლინები უნდა მოვამზადოთ. ჩვეულებრივი ბლინები, მაგრამ შიგ ცომში გავუკეთებთ ბანანს. 200 გრამი ფქვილს ვამატებ 1 ჩაისკობს გამაფხვიერებელს და 1/4 ჩაისკობს მარილს. ბანანი რაც უფრო მწიფე იქნება, უფრო უკეთესია. უნდა ჩავჭყლიდოთ, აი ესე დავსრისოთ ჩანგლით, ერთგვაროვანი მასის მიღებავდი. აი ესე ფაფასავით მასა უნდა მივიღოთ, ჩავახალოთ 1 კვერცხი და 3 სუფრის ковზი შაქარი. 50 გრამი გამგნარი კარაქი, ეს 4 სუფრის ковზი კარაქია, ვანილი, ცოტა მოვურიოთ და დავამატე 250 მილილიტრი რძე. დავამატებ ფქვილი. ეს 200 გრამი ფქვილი, თავისი გამაფხვიერებლით და მარილით, შეგიძლიათ სოდა ჩაანაცვლოთ გამაფხვიერებლით, ოღონდ სოდა აუცილებლად ლიმონის წვენი დაასხით. აი კარაქი დავდეთ ცოტა, კარაქის გარეშეც შეიძლება, მაგრამ კარაქი განსაკუთრებულად აგემრიელებს. შეგიძლიათ ესეთი პატარა ბლინები დაასვათ, ან შუაგულში მრგვალი ცოტა მოზრდილი ბლინები. მე ბოლოში ესეთებსაც გამოვაცხობ, შუაში დავასხამ და მრგვალ ბლინებს გამოვაცხობ. მაგრამ ესეთი პატარა ბლინები ჩვენ ოჯახში უფრო იჭმევა. ორივე მხარეს რო შეწითლდება, გადმოვიტანოთ, აი ესე. შეგიძლიათ დაბალ ცეცხლზე შეწვათ, სახურავით დაახუროთ, ან სახურავის გარეშე. დამოკიდებულია ბლინი რამ სისქეა. სქელ ბლინებს უნდა თავსახური, თხელ ბლინებს არ უნდა. ტაფა მოვასუფთავე სამზარეულოს ქაღალდით, ძალიან ადვილად სუფთავდება, ცოტა კარაქი კიდე დავდე და კიდე დავასხი ბლინები. შუა და შუა ბანანი დავამატე, თაფლი მოვასხი და გამოდის აი ესეთი სასწაული ბლინები. აუცილებლად მოსინჯეთ ბანანის ბლინები, ძალიან გემრიელია.